გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ჩვენი სტუმრების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენა. დღეს ჩვენი სტუმარია სიკო ჯანაშია, განათლების სპეციალისტი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა სიკო, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. და როგორც შეთანხმებულები ვართ, ვისაუბრებთ შენ სკოლაზე, ბავშვობის სკოლაზე და ასევე ამ საგანმანათლებლო საკითხებს დავაკავშირებთ დღევანდელობასთანაც. მადლობა კიდევ ერთხელ. არ ვიცი იცით თუ არა, ჩვენი გადაცემა რაღაც იცით უცაბედი შეკითხვით სწრაფი პასუხი რომ მიპასუხო, ასე ვიწყებთ ხოლმე და თავიდან რომ მიპასუხო, ვინ გახსენდება, როდესაც შენი ბავშვობის სკოლაზე ფიქრობ პირველი? პირველი მახსენდება მეგობრები. მაინც როგორ? ვრავით სამბერი. მოდი თავიდან ჩვენ ვიყავით 46 ბავშვი კლასში, ესე ძალიან ბევრი მეგობრები ყავდა. ანუ არ ეტეოდით იქ ჟურნალის ადგილი რო იყოს სიაში და დამატებით იყო ვიღაცა ხო ჩანწერი. გითხარი რომელ სკოლაში სწავლობდი და რომელი წლებია ეს? ესწავლდი თბილისის 53 სკოლაში და ეს იყო 1980 წლიდან 1991 წლამდე. სად არის ეს სკოლა, ცოტა უფრო რომ დავიზუსტო ადგილი? ეს არის თბილისის ცენტრში, ფილარმონიიდან რომ ავიდეთ ბარნოვის ქუჩისკენ, ანუ შრომთაწმინდის ფერდისკენ. იქ და იყო სხვა გეოგრაფიული ლოკაცია ჩემთვის რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემი სახლიდან სადღაც 30 მეტრში, ანუ ჩემი ეზლო სადღაც 1-2 წუთში მივსულიყავი სკოლაში. გითხარი, თავიდან მოგვიყევი შენი ოჯახის შესახებ. ცხოვრობდით ვერაზე, ვინ ხართ ოჯახში და ეს გარემო რომ აღვიძე. ხო, მე გავიზარდე ოჯახში, სადაც რაც მამაჩემი იყო ისტორიკოსი და გარდაიცვალა ადრე, ანუ მე რომ 7 წლის ვიყავი. ან დანარჩენი წლები ბიაჩემი, ბებიაჩემი, ან მამაჩემის დედა და ჩემი და ბებიაჩემი პრინციპში უმეტეს დროს ჩვენ ბებიაჩემთან ერთად ვატარებდით, ან მამაჩემის დედასთან ერთად, იმიტომ რომ დედა მუშაობდა და ხო, რა ვიცი, მაგრამ დიდი ოჯახი იყო, ეს არ იყო, ეს ერთად ცხოვრობდით იმ ბინაში, სადაც ვიყავით, ეს იყო ბინა, რომელიც აჩუქეს ბაბუაჩემს, მამაჩემის მამას, საბჭოთა კავშირის დროს და იყო ერთგვარი რაღაცნაირი სახლ-მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას. ბაბუაჩემის სიმონ ჯანაშიას სახლი. ხო, მე-20 საუკუნის სამთაგან ერთ-ერთი დიდი ისტორიკოსი სიმონ ჯანაშია, შენიშნა. ხო, ივანე ჯავახიშვილს თუ არ ჩავთვლით. სამთაგან მხოლოდ მე-20 საუკუნის ისტორიკოსად, მე-19 და მე-20 საუკუნის. ხო, მაგრამ ხო, ან ბებიაჩემი იყო ასევე საინტერესო ადამიანი, მხოლოდ ბაბუაჩემი არ იყო მისი მეუღლე და რაც ვიცით ხა ჩვენ აი ბაბუის ცხოვრების შესახებ და ასევე მამაჩემის ცხოვრების შესახებ დიდი მნიშვნელოვნად ბებიაჩემმა მოგვიყვა და სახლიც ისე იყო საინტერესო ადგილი იყო, იმიტომ რომ იქ ინახებოდა ეს ბაბუის წერილები, იქ მამაჩემის ბავშვობის რაღაცები და ეს იყო ის სახლი, სადაც ასევე მამაჩემი გაიზარდა. პრინციპში გაიზარდა სხვაგან 11 სართულიანში ცხოვრობდნენ მანამდე და მე სტუდენტობის დროს უკვე ცხოვრობდა ამ სახლში და თავისთავად საინტერესო იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ სახლში ჩვენ შვილები ვიყავით მეორე თაობა, ანუ მშობლების თაობა მეგობრობდნენ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ერთად იყვნენ გაზრდილები და უკვე შვილები მე დავმეგობრდით ეზოში, დაბადების დღეებზე ერთად და რაღაცნაირად ესე ერთად ცხოვრობდით. ახლა რა ხდება მაგ სახლში? ახლა ბიაჩემი და ჩემი და ცხოვრობენ, მე და ჩემი ცოლი და ბავშვები გადავედით სხვაგან.
გითხარი, აი ეს მაინტერესებს თვითონ ამ სახლში, რომელშიც არის რაღაც ისეთი ნივთები თუნდაც, ან რაღაც ისტორია აქვს და ასე შემდეგ. ამ ემოციაზე ხوار შეიძლება რამე გითხრა ბავშვობის დროინდელი, ან დამოკიდებულება, ან რას გეუბნებოდნენ, როგორ გეუბნებოდნენ. ხო, ეს იყო ერთგვარი რაღაცნაირად უცვლელი, არ იცვლებოდა ეს სახლი მთელი ბავშვობის განმავლობაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაინც დიდი სიყვარული არ იყო სახლში რაღაცა განახლების, რემონტების, კეთების და ასე შემდეგ, არამედ იმიტომაც, რომ რაღაცნაირად ცდილობდნენ, რომ შეენარჩუნებინათ ისეთ მდგომარეობაში, როგორც იყო თავდაპირველად. რომ რაღაცნაირად ეს ძველი სული შენარჩუნებული იყო ოჯახის და ანუ იმ დროის ყოფილიყო ავეჯი, კედლები, რაღაცა თაროები, წიგნები, როგორც ეს მამაჩემის დროს შეიქმნა, ასე ვთქვათ, ან ბაბუჩემის დროსაც, მაგრამ იქ იყო კიდე ბებიაჩემის ოჯახის ძველი ნივთები. ბებიაჩემი იყო, მამაჩემის დედა იყო მართა მაჩაბელი, რომელიც მაჩაბლების რაღაცა თავდაზნაურობის იმიდან იყო ფენიდან და ეს ამბები მოყვებოდა იქიდან, ხო, რაღაც ყვებოდა ამბებს რაც ქაქუცა ჩოლოყაშვილზე, იქ რაღაცა ბაზორ გამილახვარზე და ასე შემდეგ, როგორც თავის ახლობლებზე. ხო, ეს რაღაცა იმდროინდელი სამყაროს ნაწილი იყო, ხო, რა ითქვა, რო გითხავდი ვიღაცაზე როგორი კაცი იყო, შეიძლება ესე პასუხო, რომ ნამდვილი არტილერისტი, ხო, რაღაცა ეს იყო, რაღაც მე-20 საუკუნის დასაწყისის ამბები, რაცა შეიძლება გაიხსენებინა. რაღაცა პავლო იაშვილი როგორ იდგა იმაზე გოლოვინის პროსპექტზე, რუსთაველის პროსპექტზე, ან თქვათ რა ვიცი, თქვათ გრიგოლ რობაქიძე როგორ რაღაცა აღალფარდოვნად აღწერდა მის გრძნობებს და ასე შემდეგ და ეს სახლიც ხო, ანუ რაღაცნაირი, ანუ ეს იყო გაჟღენთილი ამ ავტორიტეტით, ან ბაბუის ავტორიტეტით, დიდი სურათი ესაც კიდია უჩა აფაშიძის მეთქი უჩა ჯაფარიძის უჩა აფაშიძის შემოსწავლება და ამიტომ ხოს ვფიქრობ ხოლმე მასე და უჩა ჯაფარიძის დიდი სურათი და რაღაცნაირად აი ამ ავტორიტეტის ირგვლივ ტრიალებდა დაფაცეკი და შესასვლელში რომ აი ამ საშუალო აკადემიკოს სიმონ ჯანაშია და საინტერესო იყო ის, რომ ეს სახლი არის თარხნიშვილის ქუჩაზე, რომლის პარალელური ქუჩაც არის ჯანაშიას ქუჩა. და ნუ ხან იყო ხოლმე ესეთი რაღაცა სახომარო ისტორიებიც, როცა თქვათ ჩემთვის მეგობრები მიდიოდნენ ხოლმე თქვათ ჯანაშიაზე თარხნიშვილის ნაცვლად და იქ ეუბნებოდნენ, რომ აი თქვენ გეშლებათ ახლა ქუჩა, გვერდზე ქუჩაზე უნდა გადავიდეთ, იქ უკვე იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ. შეიძლება თქვა, რომ ბებია იყო შენი პირველი მასწავლებელი. შეიძლება ასეც ითქვას კი. და ალბათ არა მხოლოდ პირველი, მერეც რომ რაღაც ის გავლენა, რაღაც ამბები თუნდაც და ასე შემდეგ. ხო, ანუ ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული ბებიასთან ერთად, ხო, და პრინციპში სხვაშორის ის იყო კიდეც მასწავლებელი, საბავშვო ბაღის აღზრდელი იყო თავის დროზე, მაგრამ მე როცა გავიცანი, მაშინ უკვე აღარ მუშაობდა და მაგრამ მაგალითად ის აღზრდელი იყო ძველ სამყაროში და იმპერიის დროს და ამიტომ რუსული იყო მისთვის რაღაც ალაპარაკო ენა და რაღაც არისტოკრატიის განათლება მაშინ რუსული იყო და რუსულად ველაპარაკებოდა, ამიტომაც მაგალითად რუსული ვისწავლეთ ბავშვობიდან და სუპატარაობიდან და მაგრამ ხო, მასწავლებლები საკმაოდ ადრე ასაკიდან ყავდა, იმიტომ რომ ჯერ ბაღში დავიწყე სიარული, მაშინ ჯერ კიდე როცა წესია სიარულიც არ ვიცოდი და ლაპარაკი და მერე უკვე სკოლამდეც დავიწყეთ მაგალითად გერმანული სწავლა და მე სკოლაში ხო ისეც 5 წელი შევედი.
ბაღზე გითხარი რამე კიდევ, აი რა გახსოვს, ან როგორ გახსოვს საერთოდ რამდენად ჩვეულებრივი იყო შენი დამოკიდებულება ბაღთან თუ რამე? ეს იყო უბნის ბაღი იყო, ხო, ეს შაინძის ქუჩაზე დღეს წარი ბაღი. ძალიან ახლოს ახლიდან, ამიტომ რაღაც ყოველს ფეხით მიდიხარ. და ანუ რაღაცნაირად ეს სკოლა და ბაღი იყო და სახლი იყო ერთი რაღაცა ისი უბნის ნაწილი და ის ბავშვები რომლებიც დავდიოდით ჯერ ბაღში მე იმის დიდი ნაწილი გადავედით სკოლაში ან კლასელები გავხდით რაღაცნაირად ეს იყო ერთგვარი რაღაცა სოციალური წრე რომელიც იწყებოდა ან რომლის მეგობრობაც იწყებოდა ბაღიდან და ეს რომ მე ყავს მეგობრები რომლებიც 3 წლის ასაკიდან ხო ზოგი უფრო მანამდეც ვიცნობდნენ რომ რაღაცა მამები როცა მეგობრობენ დედები მაგრამ ეს ბაღი იყო დიდი ტერიტორია სკოლას და ბაღიც იყო ნაწილი იმ ტერიტორიის რომელიც ჩაფიქრებული იყო თავის დროზე ბოტანიკურ ბაღად ვერაზე და აი აქ ეხლა ჩინეთის საელჩოა ორი საბავშვო ბაღია და სკოლა და კიდე უბრალოდ მესამე საბავშვო ბაღიც არის იმ ტერიტორიაზე და იყო ის სრულიად მწვანე ადგილი თავის დროზე იქ ცხოვრობდა ვასილ პავლეს მჟავანაძე იმ შენობაში და მე როცა გადავიდა სხვაგან როცა აუშენეს სახლი იქ გახსნეს საბავშვო ბაღი და დავდიოდი და იყო საქართველოს პირველი პირისთვის გაშენებული ბაღი იყო იქ სიახლოვეში და ამიტომ ძალიან კარგი იყო. კარგი მოგონებები გაქვს ესე იგი. ემოციურადაც თვითონ აი ეს ბაღის რაღაცა წესები და რუტინები როგორ მიიღო? ხო, რაღაცა ის წვალება არ მახსოვს, ახლა მახსოვს რაღაცა რომ გინდა თორემ დაგვეძინა შუა დღეზე და მაგრამ დიდად ეს არ მაწუხებდნენ რომ მარტივად ვიძინებდი, ვიძინებდი ეთქობა და ნაკლებად ვიყავი ჭირვეული. ნუ მახსოვს ემოციურად ის რომ არ მომწონდა ხოლმე როცა ჩემი მეგობრები ძალიან ხშირად აცნებდნენ. მე რაღაცნაირად ესე უფრო მკაცრად ვიზრდებოდი და რაღაც კაცნაირად არ შეიძლება და იმათ რა ვიცი რაღაც ემინებდნენ შავლები თავიდან ცოდვა ბავშვი არ ღირს გაშვება და აი ეს ამაზე გული მწყდებოდა ხოლმე და ნუ კიდე ბაღში ბაღიდან იწყებ ისეთი რაღაცებს კეთებას რაც მაინდამაინც კარგი არ არის და მახსოვს რომ ერთ-ერთი გასართობი რაც იყო ბაღში იყო ის რომ გუდრონს პოულობდით ხოლმე და ვღეჭავდით როგორც საღეჭრესის ძალიან ცუდი რაღაც არის საერთოდ ბავშვის ჯანმრთელობისთვის და მაგრამ ნუ ეს ერთ-ერთი საუკეთესო პრესტიჟულ ბაღში გუდრონი ხელმისაწვდომი იყო ბავშვებისთვის. იმედი არ ყლაპავდით. არ ვიცი, არ მახსოვს. მე მგონი რომ არა. მაგდაიჭვა მეგონი ქონდა რომ არ გადაგოხლა. ხო, ეგ უთხრათ ბავშვები თუ გიყურებენ რომ რა თქმა უნდა არ შეიძლება. მაგრამ კი იყო ძალიან კარგი, ძალიან დიდი მუხის ხეები მახსოვს და ისინი რკოები ეყარა ბევრი ბაღში, რისგანაც სათამაშოების პატარა კაცუნებს ვაკეთებდით ხოლმე. ასანთის ხეები. სკოლაში ანუ ესე იგი ჩვეულებრივად ერთი შენობიდან თუ ერთი ეზოს ერთი კუთხიდან გადახვედი მეორე კუთხეში შენს მეგობრებთან ერთად ანუ ბაღელებთან ერთად ანუ რაღაცნაირად უმტკივნეულად ყოველგვარი რაღაცა ხო ნაკლებად უმტკივნეულად თუმცა მაშინ ესე იგი მშობლებს დაჭირდათ ჩაწყობა იმისთვის რომ იმ სკოლაში გადასულიყავი და არა სხვა სკოლაში იმიტომ რომ მაშინ არსებობდა ესე ზონალური დაყოფა და მიუხედავად იმისა რომ 53 სკოლა იყო მართლა ქუჩის გადაღმა ჩემი სახლიდან მე უნდა წასულიყავი სხვა სკოლაში 51 სკოლაში ანუ იმ სკოლას ეკუთვნოდა ეს სახლი და ეს ქუჩა და მონახაზით რაღაც და ხო მაშინ რაღაცნაირად მოახერხეს რომ ჩაეწყოთ იმასთან ხელისუფლებასთან და სკოლასთან რომ აი ამ სკოლაში წასულიყავი და არა სხვაგან და ეს სკოლა არა მარტო სახლთან ახლოს იყო და ამიტომ იყო უფრო მიმზიდველი, არამედ მამაჩემსაც იგივე სკოლა ჰქონდა დამთავრებული. ანუ იგივე სკოლაში დადიოდა და რაღაცა ტრადიციის ნაწილად ითვლებოდა, რომ ეს სკოლიდან დაემთავრებინა. დედაჩემს 51 სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ისე რომ იქაც რომ მოხდილი ხარ მაინც ტრადიციის ნაწილი იქნება. ანუ ჩაწყობა კარგი რამეა. ჩაწყობა არ ვიტყოდი რომ კარგი რამეა, იმიტომ რომ საჭირო არ უნდა იყოს პრინციპში ესეთი რაღაც ხო რაღაცა უცნაური წესი არ უნდა გქონდეს ისეთი მოგონებული რომ ეზოში რომ სკოლა აქვს ბავშვს ის სხვაგან გააგზავნო ხო
ეგ პრობლემა იყო კი ნამდვილად და პრინციპში მაშინ 53 სკოლა უკეთესი რესურსების მქონე სკოლა თითლებოდა და უფრო მეტი პრესტიჟი ჰქონდა და ხო, თუმცა იყო მაშინ ფიქრი იმაზეც, რომ აი სხვა სკოლებში ხომ არ ჯობია რომ წავიდე სამაგალითო პირველ გიმნაზიაში ან მე ჩემი კლასის ნაწილი გადავიდა ახლგახსნილი იყო მაშინ გერმანული სკოლა პირველი. მანდ ხო? არა, ფიზიკურად 51-ში იყო რაღაც პერიოდი, მაშინ თავის შენობა არ ქონდა დადიოდნენ, მაგრამ ახალი კონცეფცია იყო სკოლის ეს იყო სკოლა, რომელსაც ჰქონდა ამბიცია, რომ უფრო იქნებოდა აი დღევანდელ დღეს რაც ძახიან ბავშვზე ორიენტირებულს მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კორუფცია არ ყოფილიყო სკოლაში, რომ ადამიანური ურთიერთობები ყოფილიყო წამყვანი და არა რაღაცა შინაარსი და მით უმეტეს საბჭოთა შინაარსი და ეს გურამ რამიშვილის ეს იყო იდეა იყო და ანუ მან შემოიკრიბა ახალგაზრდები და ეგ ძალზე კიდე ის იყო ამბავი ჩემ კლასელების რაღაც გარკვეული ნაწილი გადავიდა იმ სკოლაში და მათ შექმნეს პირველი თაობა იმ სკოლის და მაშინაც იყო ხო სულ ფიქრი ხო არ ჯობია რომ გადავიყვანოთ იქ და იყო ხო პრინციპში ეს სკოლა სადაც მე დავდიოდი იყო ოჯახის დიდი ნაწილისთვის სკოლა ჩემი მამიდაშვილიც რომელიც თავის დროზე ცხოვრობდა იგივე ბინაში სადაც მე ცხოვრობდი ის იმ სკოლაში დადიოდა და რაღაცნაირად ოჯახი კარგად იცნობდა მასწავლებლებს, დირექტორს, ნაწილი მასწავლებლების ასწავლიდა მამაჩემს, როცა მე დავიწყე ისინი იცნობდნენ ოჯახს და ესეც მნიშვნელოვანია. აი, თუნდაც დღეს რომ შეაფასო მაშინდელი ის სიტუაცია, როდესაც არჩევდით სკოლას. აი, რის მიხედვით არჩევდნენ? ვთქვათ, რატომ უნდა გადასულიყავიან, რატომ შეიძლებოდა ვთქვათ, დარჩენება? გარდა ამ სიახლოვის და ცოდნის, ხო, ამ სკოლის შესახებ, როგორ მუშაობს სკოლა, ვინ არიან მასწავლებლები, ვინ არიან ბავშვები, ეს მნიშვნელოვანია, ანუ ვინ იქნებიან კლასელები, ხო, შენი შვილის იცნობენ თუ არა ერთმანეთს უკვე აი მაგალითად ბაღიდან გარდა ამისა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ენის საკითხი რა ენა ისწავლებოდა მაგალითად 53 სკოლაში ისწავლებოდა ინგლისური და მე გერმანული სწავლა უკვე დაწყებული მქონდა და ამიტომაც მაგალითად გერმანულ სკოლაში გადაყვანა არ იყო საინტერესო, იმიტომ რომ მაშინ გამოვიდოდა რომ მხოლოდ მაშინ პირიქით შემეცვალა რომ გერმანული სკოლაში უნდა ვისწავლო ინგლისური სახში და ესეც განწყობილების ერთ-ერთი საფუძველი იყო და კიდე იყო ცხადია ან ფიქრობდნენ იმაზეც თქვათ რამდენად არის იდეოლოგიურად გაჟღენთილი ეს სკოლა რამდენად არის უფრო ახლოს კულტურულად ოჯახის კულტურასთან რამდენად იზიარებენ იგივე ღირებულების მასწავლებლები. რას გულისხმობ უფრო კონკრეტულად რა? მაგალითად, მაშინ ეს არის საბჭოთა კავშირის წლები და აი რამდენად მაგალითად ბავშვებს რამდენად აიძულებდნენ რომ თუ არ აიძულებდნენ რომ ყოფილიყვნენ საბჭოთა იდეოლოგიის მიმდევრები, ხო? ესეც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სკოლებს შორის. ანუ რაც უფრო რაც უფრო პრივილეგირებული იყო სკოლა, მით რომ მეტი თავისუფლება ჰქონდა. ახლა ეს 53 სკოლა იყო ითვლებოდა რომ არის ერთ-ერთი სკოლა, სადაც რომელიც იყო საჩვენებელი სკოლა თბილისში, რამდენიმე სკოლა იყო ასეთი, პირველი გიმნაზია 53, 171, 55. სადაც მაგალითად უცხოელები რო ჩამოდიოდნენ საბჭოთა კავშირის სანახავად, ამ სკოლებში მიყავდათ ხოლმე და შესაბამისად უფრო მეტი რესურსებიც ჰქონდათ, პროგრამების განსხვავდება და გაძლიერებული უცხოენის სწავლება იყო ამ სკოლებში და ესეც მე განაპირობებდა იმას, რომ შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ინდოქტრინაციას. ანუ რეალურად ეს ინდოქტრინაცია იყო რაღაც ფორმალური მხარე სკოლის მაგრამ ხო, იყო რა, ყველა უნდა გავხდარიყო ოქტომბრელი, მე პიონერი და მე ვისაც უნდა კონკაშირელი მე.
ხო, ეგ თემა საინტერესოა, უბრალოდ მე ერთ-ერთ საკითხადაც მაქვს მონიშნული თვითონ რა იდეოლოგიის ადამიანს ზრდიდა ზოგადად, არა მხოლოდ კონკრეტული სკოლა, არამედ რომ ავიღოთ 80-იანი წლების სკოლა, თქვა საბჭოთა პერიოდს გულისხმობ. მეც პრინციპში ამ პერიოდში ვიყავი მოსწავლე და ერთ-ერთი საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ მიუხედავად იმ წნეხისა, იდეოლოგიური წნეხისა, რაღაც ერთვენერ დღეს აღმოჩნდა, რომ იმ რაღაცა ღირებულებებიდან და იდეოლოგიიდან და ასე შემდეგ აღარაფერი არ იყო დარჩენილი, ხო? ანუ სინამდვილეში ეს არ იყო რაღაც ისეთი. ხო, არ ვიცი. რაღაცა ურთიერთგამომრიცხავი იდეოლოგიები, ასე ვთქვათ, მოგეწოდებოდა სკოლაში, როგორც საამაყო და მისაბაძი. ერთი მხრივ იყო ეს რაღაცა საბჭოთა ღირებულებები, რაც იყო ესე ვთქვათ, თანასწორობის საბჭოური გაგება და სამართლიანობის საბჭოური გაგება, იყო მცდელობა საერთაშორისო რაღაცა მასშტაბის წარმოდგენების ჩამოყალიბებაც, რაღაცა კაპიტალიზმის შესახებ და რაღაც, მაგრამ ეს იყო სრული ფორმალობა. ამის ასეთივე ფორმალობა იყო მაგალითად ისიც რაც ცივი ომის დროს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ამერიკის სკოლებში, როცა აშენებდნენ საბჭოთა ხალხს, რომ შეიძლება თავს დაესხას კაპიტალისტური სამყარო, ატომური რაღაცა იარაღი და ასე შემდეგ. მაგალითად მე მახსოვს ვარჯიშები ტარდებოდა ხოლმე რაღაცა თავშესაფარში ჩასვლა და რაღაცა და ეს იყო სრული პროფანაცია, ეს იყო რაღაცა გასართობი დღე, როცა ხალხი იმართებოდა კლოუნა და როცა ბავშვები რაღაც მაიმუნობდნენ, ვითომ დაჭრილები იყვნენ და მაგრამ სერიოზულად ამას არ აღიქვავდა და ამ მეორე იდეოლოგია იყო ნაციონალისტური იდეოლოგია ამ სკოლაში ჩვენ პირდაპირ გვეუბნებოდნენ რომ თქვენ არ ხართ საბჭოთა ხალხი, ხართ ქართველები, არ დაივიწყოთ ეს, ანუ საქართველოს ისტორიასაც გაღრმავებულად გვასწავლდნენ. მე 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან იქ საერთოდ ის იყო პროგრამებში ცვლილება მოხდა, მე ვიყავი, მაშინ მოხდა დიფერენცირება მისი კლასების, ჰუმანიტარულ, ტექნიკურ, ხელოვნების და ჩვეულებრივ მიმართულებად პროგრამებად და მე ვიყავი ჰუმანიტარულ მიმართულებაზე და მაგალითად გვასწავლდნენ არა მხოლოდ საქართველოს ისტორიას, არამედ ხელოვნების ისტორიას, თბილისის ისტორიას, თეატრის ისტორიას, ქართულ ენასა და ლიტერატურის კურსში მაგალითად კითხულობდით სახარებას, მაგრამ ბევრად უფრო ნაციონალისტური იყო, ვიდრე ეს ვინმე შეუძლია რომ წარმოიდგინოს საბჭოთა კავშირის დროს. ეს ხდება 87, 8, 9, 10 და 11 წლები. მაგრამ კიდე ერთი იდეოლოგია იყო, რაც ამ სკოლისთვის იყო დამახასიათებელი, ეს იყო კრიმინალური იდეოლოგია. რომ ეს სკოლა იყო გამორჩეული თბილისში იმითი, რომ თბილისის სასტიკი და ცნობილი კრიმინალების ნაწილი ამ სკოლაში გააღიზარდნენ. და ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი არიან კრიმინალები, ბავშვებმა გვესმოდა მათი ისტორიები, რომ მაგალითად ჯგუფურად მოკლეს რაღაც ახალგაზრდა ბიჭი, ან იქ რაღაცა გაძარცვეს, ვიღაცა ან დაახტნენ და დააყაჩაღეს ვიღაცებს, მაგრამ მასწავლებლების ნაწილი მათზე გვიყვებოდა როგორც რაინდებზე, გვიყვებოდა რომ ისინი არიან სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდები, რომლებიც არიან კეთილები სინამდვილეში, აქვთ სიმამაცე, რაღაცა და განათლებულებსაც იტყოდნენ. განათლებულებს იშვიათად, მაგრამ აი ნიჭიერი უფრო იგულისხმობდა, რომ შეიძლება არ კითხულობს რაღაც, მაგრამ აი ერთხელ წაიკითხავს და მე შეუძლია რომ ზეპირად გითხას რაღაცა ესეთ ლამაზი ლექსი. ან მოხდენილები, აი რაინდები რომ აი მაგალითად ისეთი რაღაც შეიძლება გააკეთოს, რასაც ვერ გააკეთებს, ხო, ეგ რაღაცა არის შეყვარებულთან სხვანაირად მოიქცევა. ის რამე სიმართლის მარცვალი იყო მაგ გაიდეალებაში დავუშვათ დავარქვა. მე მგონია რომ არა, იმიტომ რომ ანუ გაბედულება იყო მათ საქციელში ცხადია, მაგრამ ეს გაბედულება არ იყო პოზიტიური გაბედულება, ხო? ეს იყო ან შეიძლება ისიც თქვათ, რომ რაღაც გარემოებებმა იმოქმედეს ამაზე. რომ მათ სისტემა პატიობდა ბევრ რამეს, იმიტომ რომ პრივილეგირებული ოჯახებიდან იყვნენ, ან
ხო ესეც იყო კიდე ამ სკოლის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომ რაღაცა სოციალური ინჟინერია ხდებოდა სკოლაში სისტემურად. ეს არ იყო შემთხვევითი. ანუ ესე იყო დაგეგმილი. მაგალითად სკოლის დირექტორს ჰქონდა ესე მოწყობილი სკოლა, რომ 4 პარალელური კლასი როცა იყო, D კლასი იყო, ხო, ABG, D კლასი იყო სპეციალურად შერჩეული შედარებით უფრო გავლენიანი ხალხის შვილების კლასად. ესენი იყვნენ ინტელიგენციის ოჯახის შვილები, მაგალითად მე ვიყავი ამ კლასის ნაწილი, ამიტომ ალბათ. იყვნენ კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახის შვილები, იყვნენ მაშინდელი საწარმოების ხელმძღვანელების შვილები და კიდე ვიღაცების შვილები, ვისაც რაღაცის გამო ჰქონდათ გავლენა, ან თქვა სახელმწიფო წრეებში და ასე შემდეგ. და შეუძლებელი იყო მაგ კლასში მაგალითად თქვათ იგივე თარხნიშვილის ქუჩაზე ვიღაცა მუშა ხო ცხოვრობდა, რომელიც მუშაობდა დაუშვათ სამგორში. და შეუძლებელი იყო მაგ კლასში, D კლასში ასეთი მუშის შვილი რომ აღმოჩნდა. გამონაკლისები იყო, მაგრამ კი იყო გამონაკლისები, მაგრამ ნუ ძირითადად ესეთი ოჯახის შვილები იყვნენ და მე იმას ხანაერად ექცეოდნენ კიდეც. ანუ ჩვენ ყავდა კლასში ბავშვები, რომლის ოჯახებსაც არ ჰქონდათ საკმარისი ფული, რომ სკოლის ფორმები ეყიდათ და ჩვენ უგროვებდით ხოლმე რა სხვა ოჯახები, აგროვებდით ფულს და მასწავლებლის დამრიგებლის გავლით ვაძლევდით იმ ოჯახებს, რომ მაგალითად სკოლის ფორმა ეყიდათ. მაგრამ პირველი რაც ხდებოდა და რაც მე მაშინ ვერ ხდებოდით ჩვენ რატომ იყო ის რომ ასეთი ოჯახებიდან ბავშვები უფრო მეტი ალბათობით იწყებდნენ რაღაცნაირად არევას თავისი სხვების ცხოვრების. სხვანაირად ცხოვრობდნენ, ხო არა, მათი მიმართ მოლოდინი იყო, რომ იქნებოდნენ დამჯერები, იქნებოდნენ დინჯები, წყარები, წესების მიმდევრები და ნუ ისინი იყვნენ აი მაგალითად ყავდა კლასელი, რომელმაც პირველ კლასში დაპატიჟა მეგობრები, ჩვენთან კლასელები იმაში საფუნთურშეში და რო ჩაიდეს პირში დამცხრები, ეს ბიჭი გაიქცა ქუჩაში და შეატოვა ისე რომ ფული არ გადაუხდია. ისე პირველივე კლასიდან აი თქვა ესეთი რაღაც გააკეთა და მე ამ ადამიანს რო ვიდრე ახლა რომ დავაკრავოთ რომ კლასობრივი გავლენა ახლა არა, მაგრამ ნუ მე იწყებოდა სხვა ბავშვების მიმართ იმდენად კაცრები არ იყვნენ არც მასწავლებლები და არც ადმინისტრაცია და ასეთ ბავშვების მიმართ იყვნენ. მაშინ იწყებოდა ლაპარაკი რომ უნდა გავრიცხოთ კლასიდან გადავიყვანოთ სხვა კლასში და სხვა პრივილეგირებული ოჯახის შვილების ბავშვებზე არის. და პრივილეგიები რა იყო სინამდვილეში ამ კლასში ყოფნის ნუ გარდა იმისა რომ უკეთესი მასწავლებლები იყვნენ უფრო მაღალი კვალიფიკაციის და უფრო მეტი რესურსები ჰქონდა ხოლმე რა მაგალითად უკეთეს საკლასო ოთახში იჯექი მეტი შესაძლებლობები ჰქონდა რომ მაგალითად ჩართულიყავი გაცვლის პროგრამებში რომელიც მაშინ იწყებოდა ხო აი მე ვიყავი მაგალითად მე-10 კლასში ერთი წელი წავედი ამერიკაში ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირში საერთოდ რომ ერთი წლით ბავშვი წასულიყო ამერიკაში სასწავლებლად მაგრამ გარდა ამისა პრივილეგირებულობა ითარგმნებოდა იმაში რომ ჩვენ გვინერგავდნენ როგორც ბავშვებს ამ შეგრძნებას რომ შენ უნდა გახდე რაღაცნაირად ამ საზოგადოების საზოგადოების განვითარებაზე პასუხისმგებლობის ამღები. ანუ შენ უნდა იყო ელიტა როგორც ეძახიან და ანუ შენ ხარ განსაკუთრებული, შენ უნდა აიღო შენ თავზე პასუხისმგებლობა და შენ შეგიძლია გახდე ყველაფერი რაც შენ გაგიხარდება, ხო, აი რასაც მოინდოე. რაც არის ხოლმე განსხვავება სხვა საზოგადოებაში, ანუ როცა მასწავლებლები სხვა ბავშვებს უყურებენ ხოლმე როგორც გადარჩენისთვის მებრძოლ ბავშვებს. როცა უხსნიან, რომ აი შენი საქმეა, რომ იშოვო სამსახური. ანუ შენთან კი არ მოიფიქრო რაღაცა რა აგინდა, რომ აკეთე აგე შემოქმედებითი კი არ უნდა იყო, უნდა შეეგუო რაღაცა და ამორჩილდე და ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აი ნუ შეეგუებით ახლა სისტემას რა ეს სისტემა უნდა შეცვალო, უნდა რაღაცნაირად გატეხო ის ბარიერები და გადააბიჯო ბარიერებს და შენთან უნდა გახდე და ის კრიმინალების შესახებ ისტორიები სინამდვილეში ამასაც ემსახურებოდა რომ
დაეჯერებინა ჩვენთვის, რომ შენ ბევრად მეტი რამე შეგიძლია მიუხედავად არსებული წესრიგის. და ცალკე მე მგონია ძალიან პრობლემური იყო, იმიტომ რომ ახლა მე რომ დავფიქრდე, ჩემი კლასელების ბიჭების ნახევარი მაინც ერთხელ მაინც მჯდარა იმაში ციხეში. ხო და ეს არ არის შემთხვევითი და ეს აღზრდის ნაწილიც არის. იგივე რომ გკითხო მაგ აღზრდის შედეგად რაიმე გავლენას ხარ გზნობ შენს თუნდაც ის რომ აი შენ შეგიძლია შეცვალო თქვათ საზოგადოების რაღაც გზა აიღო პასუხისმგებლობა შენს თავ და შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა, ეგეც არის ნაწილიც არის. უარყოფითი გაგებით, ხო? ანუ რა თქმა უნდა, მეც ახლა ბავშვობიდან ხა სახლში ბაბუჩემი იყო იდეალი, ხო, ადამიანის, რომელიც ჩამოვიდა, ანუ ბაბუჩემის მამაც, რომელიც იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ბაბუჩემის მამა ჯერ ნიკო ჯანაშია ჯერ იყო სენაკის სკოლაში, იქ იყო მასწავლებელი და რაღაც მაშინ დირექტორიც და მე როცა სოხუმში იხსნებოდა სკოლა, იქ წავიდა და იქ მუშაობდა. იყო პირველი ქართული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იქ და ეს მაგრამ ეს მამაჩემის მხრიდან, დედაჩემის მხრიდანაც მსგავსი ამბები იყო, ხო? ანუ როცა დედაჩემის ბაბუაც იყო სახიდების მნიშვნელოვანი და გზების მნიშვნელოვანი სპეციალისტი, იმის ბაბუა იყო მეცენატი და საინტერესო ისტორიები იყო რა, მაგალითად დედაჩემის მხრიდან ბაბუის მამა იყო დამფინანსებელი, იმის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და მამაჩემის მხრიდან დიდი ბაბუა იყო მასწავლებელი, რომელიც აი ამ ფულით მუშაობდა, რა თქმა უნდა, ხა ზუსტად ის ფული არ იყო, როცა ესაძლებდა, მაგრამ მაგალითად, როცა ის გარდაიცვალა და ბაბუჩემი წამოვიდა ახალგახსნილ უნივერსიტეტში სასწავლად, მაგალითად, ხოვეს სტიპენდია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას და გამოვიდა, რომ დედაჩემის ოჯახი აფინანსებდა და მამაჩემის ოჯახს, რომ ასე იგი მიიღო განათლება. და უნივერსიტეტის დაარსებაში იღებდა მონაწილეობას დედაჩემის დიდი ბაბუა და ამიტომ სულ ამ ამბებში იზრდები, რომ აი ხა ეს არის ხალხი, რომელიც რაღაცას ცვლის, სამყაროს ცვლის, წარმოადგენს ცვლის, მერე წიგნები გაქვს სახლში, მათი დაწერილი, რა ვიცი, ხალხი იკრიბება ოჯახში, რომლებსაც ჭკუას ეკითხებიან, ხო, რა ვიცი, ცნობილი ისტორიკოსები, ქართველი, რა ვიცი, მარიკა ლორთქიფანიძე თუ იქ რა სხვაებიც რა გაერთნი და ისმენ იმ ისტორიებს როგორ წყდება რაღაც საკითხები ხო ამ ქვეყანაში მათ შორის საბჭოთა კავშირის დროს და რაღაცნაირად ხდები თანაზიარი ამისი და მე ცხადია სკოლაშიც ხო სულ ამას გინერგავენ რომ შენ არ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი შენზე არა ხა დამოკიდებული როგორ იქნება მომავალი ანუ შენ უბრალოდ კერნა შეეგუო მომავალს ისეთაც როგორიც იქნება არამედ შენ თვითონ შექმნა და მე ხო რა თქმა უნდა მე კიდე ეს ამერიკული გამოცდილება კიდე ცალკე ამბავია ამერიკულ გამოცდილებაზე მინდა ხო რაღაც დრო დაუთმოთ ამასაც просто თავბეჭდილებები მაინტერესებს აი 99 წელს თუ როდის გასული საბჭოელი მოსწავლე ხო მანამდე მინდა გკითხო აი რადგანაც გავლენაზე და ასე ვთქვათ აღზრდის გავლენაზე თუნდაც ხო შენ ერთი პერიოდი განსაზღვრავდი გარკვეულწილად ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში რა და როგორ განვითარდებოდა წმინდა კურიკულუმი თვალსაზრისით ხო შინაარსიდან ასე შემდეგ მაყურებელს რომ ვუთხრათ შენ ხარ ამ პირველი კურიკულუმის ანუ ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი თაობის ავტორი და ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ მოკლედ ამ დროს დაინერგა ეს და ახლა საინტერესო იყო რასაც საუბრობდი როგორც აი ცვლილებების წარმართველი თუნდაც ხო და როგორ უყურებ ახლა აი თუნდაც იმ გამოცდილებას გულისხმობ 2004-იანი წლები და ასე შემდეგ ამ გამოცდილებას და ხო რამდენად ჯანსაღად გადაიხარშა შენში ის რაღაცა ვერული სკოლის საღმრთელო აი ეს რაზეც მოგვიყევი ხო ამ სკოლის შესახებ ხო აი ასე რომ გადააფასო ან შეაფასო უბრალოდ ხო
ხო, აი ეს გამოცდილი როგორც აი ცვლილებების განმახორციელებენ მაგალითად განათლების სისტემაში. ხო, რამდენად კარგად გამოგივიდა ან რაიმე სხვა ხო არ შეიძლება და გაგიკეთებინა ამას გულისხმობ. ხო, ну იქ ესე იგი ამოცანა იყო შემდეგი, ხო, 2004 წელს ვიწყებ მუშაობას, ეს არის ვარდების რევოლუციის შემდეგ და თან ვიწყებ შემთხვევით, აი მართლა შემთხვევით, გაზეთში 2003 წელს 24 საათი იყო გაზეთი, ინტერვიუ მივეცი და თან ისიც შემთხვევით მივეცი, იმიტომ რომ ჩემი თანამშრომელს უნდა მიეცა ამერიკულ სკოლაში ხარ მაშინ. ამერიკულ სკოლაში მუშაობ და ეს არის ხო ჩემი თანამშრომელი არის შეთანხმებული ინტერვიუზე და ის ავაწყდება და მთხოვს რომ მე მივიცე და მე ვაძლევ რაღაც ინტერვიუს და მე კითხულ ვარდების რევოლუციის მერე მაგითხავი და მეუბნები რომ აი შენი ინტერვიუ წავიკითხე და არც ვიცი ვინ არის თან ეს ხალხი ვინც მელაპარაკება და მეუბნები რომ აი ახლა იქ რო აკრიტიკებდი იმ ხელისუფლებას და იმის ძოლ განათლების პოლიტიკას ეხლა არის შანსი რომ შენ რაღაც შეცვალო და პირველი ჩემი რეაქცია იყო რომ მე ჩვენიერი სამსახური მაქვს აქ თავს ბედნიერად გრძნობ ვიყავი სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მასწავლებელი ანუ მე თვითონ მონაწილეობდი იმ პროგრამის შექმნაში რომელთაც მე დღემდე სკოლა რაღაც გარკვეულწილად მუშაობს და ანუ ვერ ხდებოდი რა რატომ დავანება თავი ამ ჩვენ საყვარელ საქმეს იმიტომ რომ მე რომ სკოლას ვამთავრებდი აი ამერიკული გამოცდილება ამაში დამეხმარა რომ ამერიკაში ვსწავლობდი ისეთ სკოლაში, სადაც მივხვდი რომ მასწავლებელმა მინდა. და რომ დავბრუნდი, მაგალითად ჩემი 53 სკოლის დირექტორმა რომ გითხრა, აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის ახლა რაც მომავალზე ფიქრობ, ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მიხედავთ იმისა, რომ ეს თავში სულ მქონდა ის რომ ისტორიკოსი უნდა გამოვიდე, როგორც მამა ჩემი, ბაბა ჩემის მამა, უთხარი რომ მასწავლებელი მინდა რომ გამოვიდე. ხო და აი ეს ფიქრობ ხო რომ მიყვარს მასწავლებლობა, რატომაც წავიდე ახლა რაღაცა რეფორმის ჯგუფში სამუშაოდ და მაშინ იმ ადამიანმა ეს იყო გიგი თევზაძე, რომელიც პირველად ნახე, მითხრა რომ შენო ახლა თუ არ მიიღებ გადაწყვეტილებას, თუ ახლა არ დათანხმდები ამას, არასდროს აღარ გექნება უფლება რომ გააკრიტიკო ის რაც ხდება განათლების სფეროში და მაშინ მიფიქრე რომ ხო, პრინციპში ამ უფლების დაკარგვა არ იქნებოდა კარგი და თუ თან იმუშავა იმ მასწავლებლების ჩაგონებებმა, ხო? ისიც იყო, ხო, რომ ანუ რაღაცა პასუხისგებლობას გრძნობ, რომ თუ რაღაც ცოდნა გაქვს და რაღაც შეგიძლია, ანუ მე ჩემი ისე ვთქვათ ჩემ შესაძლებლობებში არ იყო მხოლოდ გამოცდილება, იყო ასევე განათლება, იმიტომ რომ სანამ ამერიკულ აკადემიაში დავიწყებდი მუშაობას, მანამდე გავიარეთ მაგისტრატურა მასწავლებლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მიმართულებით და იქ კიდევ პრაქტიკა გავიარეთ იქაურ სკოლაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და ცოდნა იყო, რაც შევიძინეთ. და პლუს ხედავდი იმას, რაც იყო, ხო, სინამდვილეში საჭირო ხედავ, ხო, მაგრამ ნუ ხა სხვა საკითხია, რამდენად იცი, რაზე მიდიხარ, ახლა მე გაირკვა, რომ სინამდვილეში ბევრი რაღაცა არც ვიცოდი და არც ველოდი. იმიტომ რომ მაგალითად, როცა გადავედი ამ განათლების რეფორმის პროექტში, თავიდან მითხრეს, რომ ჩემი საქმე იქნებოდა მხოლოდ სასწავლო გეგმებზე მუშაობა. მე რაღაც მომენტში მითხრეს, რომ ისე ვქვია, სახელმწიფოების შემუშავება განვითარებაზეც უნდა მემუშავა. მე რაღაც მომენტში მითხრეს, რომ მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზეც უნდა მემუშავა. მე აღმოჩნდა, რომ მე რა, ანუ ამის პარალელურად აღმოჩნდა, რომ კანონების წერაშიც უნდა ჩავერთო სტანდარტები მასწავლებლებისთვის იქ რა ვიცი 1000 რაღაცა რა მაგალითად სკოლის მართვის რაღაც სისტემის განსაზღვრაში და ფინანსების სისტემის ცვლილება იყო მაშინ ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლილება მიდიოდა და მახსოვს რომ კონსულტანტები ყავდა მაშინ ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და თავიდან რომ გითხეს ძალიან ენთუზიაზმით ვიყავი და რამდენიმე წლის მერე რომ გითხეს როგორ ახარ უთხარი რომ აი ხა ბავშვები, ჩემი ბავშვები საკუთარი მამის გარეშე იზრდებიან. იმიტომ რომ ყოველდღე დილიდან ღამემდე შაბათ-კვირის ჩათვლით ვარ ამაში ჩართული და მოგითხეს რატომ ეს მოუყევი რომ აი თავიდან ერთ რაღაცას დავთანხმდი და მე ეს პასუხისგებლობები აღმოჩნდა რომ გაცილებით რომ ფართოა და მაშინ მითხეს ესეთი რაღაცა რომ ჩვენ სწავლობდიო ჩვენთანო მაშინ დაგვაიწყდა თავი რაღაცის სწავლება და რა არის მეთქი ეს რაღაცა და
უნდა თქვა რომ არ ვიციო რაღაცაზე. აი რომ ვიტყვი რომ არ ვიციო, მე თავს დაგადებებენ და არ მახსოვს თქვით ახლა გამოვეხმაუროთ. ეს პოპულარული ის არის ხო? ხო და ნუ ან თავის მოსულელება მიჭერს ხოლმე და მე აი ასეთ შარში ჭალებში ყოფ ხოლმე თავს და ნუ ეს პასუხისმგებლობის აღება საბოლოო ჯამში არ მინანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო, მაგრამ მე მგონია, რომ შედარებით უფრო მარტივია სტრუქტურების შეცვლა, ვიდრე პრაქტიკის. ანუ სტრუქტურულად ის განათლების სისტემა აღარ არსებობს, რომელიც იყო 2004 წლამდე. რა იგულისხმება ხო? ეს სკოლის მართვა სხვა პრინციპით არის, სკოლის შინაარსი სხვანაირად არის ორგანიზებული, რა ვიცი, თქვათ განათლების სისტემის მართვა არის სხვანაირად ორგანიზებული, ხო? მაგალითები რა ვიღოთ, ხო? მაგალითად, მაგას ახლა შენ რაღაც ასეთ თავდაჯერებით მეუბნები, რომ მაგალითად ქალაქები აღარ მონაწილეობს განათლების მართვაში, ხო? ანუ ფაქტია რა, ეს არ არის შეფასება. ქალაქებში რას გვაქვს? ანუ მუნიციპალიტეტები ადრე მონაწილეობდნენ სკოლების დაარსებაში, დირექტორების არჩევაში, დაფინანსებაში, შინაარსის განსაზღვრაშიც კი. ეხლა მაგალითად ეს აღარ არის. ხო? ეგ კარგია თუ ცუდია? ანუ თავდაპირველად ფაქტია რომ სხვა სისტემა არის რა, მაგალითად დირექტორების აი ზარმარტივი ის რა ვიღოთ რა, მაგალითად ფაქტები. კონტრაქტი, მასალოს კონტრაქტი არ ქონდა. ხო, რომ ესეთი ცნებაც არ არსებობს კონტრაქტის. რომ მავხსნა მე რა ვიგულისხმე ამაში, რომ მე სინამდვილეში არსობრივად ერთი მგონია, მეტიც არათუ 2004 წლამდე ჩვენ რო სკოლას ვიგონებთ 85-ში რომ სკოლა იყო, ის სკოლებია მეთქი ამას ვფიქრობ. სტრუქტურულად ხო, სტრუქტურულად პრაქტიკის დონეზე შეიძლება იყოს. მაგრამ აი მაგალითად შინაარსი, ხო, ეხანდელი შინაარსი, თავი დავანებოთ იმას, რომ კიდე ერთ წელი და იმატარაც არ იყო მაგამდე. ნუ აი თქვათ ბუნების მეტყველება, რას ვეძახით 2004 წლამდე, რას ვეძახით ახლა სხვა რაღაცა არის, იმიტომ რომ მაგალითად ბევრად უფრო ხანგრძლივი კურსია დაწყებითში, რაც არ იყო მანამდე. ან მაგალითად სამოქალაქო განათლების კურსი არ არსებობდა, ესეც სავალდებულო კურსი საერთოდ შეფასების სისტემაში არ არსებობდა მრავალკომპონენტიანობა, იყო ერთი რაღაც 5-იანი, 4-იანი, 3-იანი რაღაცები. ნიშნები ოღონდ რაში იწერებოდა, არ ვიცოდით, ხო? ანუ ბევრი რაღაც შეიცვალა, რაც ეხლა უბრალოდ აღარ გვახსოვს და ეხლა ჩვეულებრივ რაღაც წარმოგვიდგენია. მაგალითად, ინკლუზიური განათლება არ არსებობდა ესეთი საკითხი საერთოდ სკოლებში, რომ რაღაცა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვი შეიძლება ჩვეულებრივ მას ჩაერთოს. ან რა ვიცი, უამრავი რაღაც, მაგალითად თავისთავად სახელმძღვანელოებიც რო შევადაროთ რა იყო 2004 წლამდე და რა არის დღეს, არის თვისებრივად განსხვავებული რაღაც. შეიძლება ბევრი შეცდომა იყოს დღევანდელშიც და იყო მაშინაც, მაგრამ მაშინ სახელმძღვანელო მაგალითად შეიძლება ყოფილიყო ჩვენ შავ-თეთრი წიგნი, რომელიც ავტორის რაღაც წარმოდგენებით იყო დაწერილი მხოლოდ და მხოლოდ. ანუ შინაარსი შეიძლება განსაზღვრული იყოს სახელმწიფოს მიერ. მაგრამ აი რა ვიცი, მაგალითად გეოგრაფიის სახელმძღვანელო შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ ავტორის ამბები, რა, როგორ წავიდა აფრიკაში, როგორ ნახა რაღაც ტომი, რაღაცა როგორ შეხვდა და ასე შემდეგ. შეიძლება ჯობდეს ისეთი რაღაცები ახლა. შეიძლება, მაგრამ რაღაცნაირად ისინი იყო ახალი დაწყებული იყო საერთოდ ამის წარმოება და იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე საკმაოდ გვიან დაიწყო 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო ალტერნატივების გაჩენა სახელმძღვანელოების. მაგალითად მასწავლებლების შემთხვევაშიც ან მასწავლებელს როგორ უყურებთ დღეს და როგორ უყურებთ 2020 წლამდე არის სხვადასხვა. ეს კონტრაქტი არ არის უბრალოდ ტექნიკური საშუალება. თავისთავად ხედვა დღეს მასწავლებლების არის განსხვავებული, დღეს არის ბევრად უფრო მომხმარებლური დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ, ვიდრე იყო მანამდე. იმიტომ რომ როცა ფულს არ უხდი ადამიანს და ის მუშაობს შენი შვილის გასაზრდელად, მაშინ შენ და მასწავლებელს, ან მშობელს და მასწავლებელს გაქვთ სრულიად სხვა დამოკიდებულება. იმიტომ რომ შენ უყურებ მას როგორც პარტნიორს შენი ცხოვრების გაუმჯობესებაში. მეც 90-იანი წლებიდან მუშაობ მასწავლებლად და ერთი ლარი მქონდა ხელფასი და ეხლა მშობელი რომ მოსულიყო და ჩემი დაკვეთა და რაღაცა ვეთქვა უკაცრავად. ხო, რასაც ამბობ შენ, რაც შეიძლება ჩაფიქრებულიც იყო და გქონდა პირადადაც და ხო რაღაც გულს, ხო?
სამწუხაროდ სრულად განსხვავებული რეალობაა დღეს. იგივე სკოლის მართვის თვალსაზრისით, სახელმძღვანელოების თვითონ პროცედურების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეს ვრცელი თემაა ცხადია და ახლა ამაზე რომ გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ შენ შეგიძლია დარწმუნებული ვარ ბევრი რაღაც ისეთი მხარეების წარმოჩენა ხო რომელიც რო წარმოვიდგინოთ ხო შეიძლება სახელმძღვანელო არ მომწოდდეს დღეს მაგრამ დღევანდელი სახელმძღვანელოების უმეტესობა დაწერილია მასწავლებლების მიერ და ის ხო გამონაკლისი ადრე ანუ მაშინ დაწერილი იყო გავლენიანი პროფესორების მიერ რომლებსაც შეეძლოთ რომ ეიძულებინათ სახელმწიფო რომ დაემტკიცებინათ მაქსიმუმი. მათ შორის იყო რექტორები უნივერსიტეტების და ასე შემდეგ, ხო? და ეს მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეხლაც არის ეგ პრობლემები, რომ შეიძლება გავლენის გამო აძლევდნენ გრიპს და არა შინაარსის გამო, მაგრამ მაინც დღევანდელი სახელმძღვანელო უფრო მასწავლებლის პერსპექტივიდან არის დაწერილი ვიდრე მეცნიერის პერსპექტივიდან. კი ბატონო. ნახეთ რა მაინტერესებს კიდევ აი კურიკულუმი ვახსენე ხო ის დასაწყისი თქვა ფაქტობრივად კი თქვი შენ რომ რაღაც სამოქალაქო განათლება შემოვიდა რაღაც თუმცა მანამდეც იყო რაღაც ის იდეოლოგიური და რაღაც სამართლებრივი საფუძვლების შემსწავლელი მეცნიერებები თუ საგნები ხო და აი რომ წერდით ეროვნულ სასწავლო გეგმაში რაღაც სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებებს და ამდენი საგანი და ასე შემდეგ. ეს რაოდენობა და ეს საგნები წყარო რა იყო? ან ახლა რა არის? აი თქვათ ისე რომ დავსხდეთ ახლა ჩვენ და მოდი ჩვენ შვილებს შევურჩიოთ რაღაცა. რა არის ეს წყარო, რომ რა ვასწავლოთ ამ ბავშვს თან სავალდებულოდ, თან 600,000 ბავშვს. აი რა არის ამის წყარო? Ну, ტექნიკურად თუ შევხედავთ, ამის წყარო არის შეთანხმება იმის მიზნების შესახებ, რაც მინდა რომ მივახციოთ. მეორე არის იდეოლოგია განათლების. ბოდიში ვის შორის შეთანხმება? ჩვენს საზოგადოების. საზოგადოების შეთანხმება, რაც შეიძლება ითარგმნებოდეს მაგალითად ისეთ დოკუმენტებში, როგორც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რაც ხდება მე საფუძველი ყველა დანარჩენი მექანიზმის. მაგალითად 2004 წლამდე ეგეც არ არსებობდა. ხო, თუმცა ეს ეგრეთ წოდებული ზგემი უფრო ზოგადი შინაარსის არის, აი ასე დაწურილებით ამ ეს ვერ იგულისხმება ამაში. მაგრამ ხო, კარგი დაუშვათ. საბჭოში ლოგიკა ეგეთია, რომ ჯერ თავხდებით რაღაც ზოგად მიზნებზე, მერე თავხდებით ინსტრუმენტებზე. ეხლა თავისთავად ამ ინსტრუმენტებზე შეთანხმება დამოკიდებულია განათლების იდეოლოგიაზე, ტრადიციაზე, პოლიტიკაზე, ანუ რა პოლიტიკური ვითარება არის ქვეყანაში, ვინ არიან გავლენიანი აქტორები და ასე შემდეგ. და ყველა განათლების სისტემა საბოლოო ჯამში არის კომბინაცია აი ამ საკითხების, ხო? და ასევე წარმოდგენებზე, მაგალითად როგორ ვითარდება ეკონომიკა, საზოგადოების ღირებულებები, რა არის მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. რაღაცეები არის საკმაოდ ძველი გადაწყვეტილებების შედეგი, ანუ შეიძლება მე-19 საუკუნის დასაწყისის გადაწყვეტილების შედეგი იყო და შეიძლება ეს გადაწყვეტილება არც არავის არ ახსოვდეს, რატო არის მიღებული და მაინც რაღაცა ინერციით მიდიოდეს. ხო, თქვათ საგნობრივი დაყოფა, მაგრამ წარმოდგენა იმაზე განათლებაზე არის შემდეგი, რომ სამყარო არის რთული იმისთვის რომ ასწავლო სამყაროში ნავიგაცია, იმისთვის რომ მოამზადო მომავალი ეკონომიკური ცხოვრებისთვის და პროფესიული ცხოვრებისთვის, შემდა რაღაცნაირად დაშალო ეს სამყარო ნაწილებად და ეს ნაწილები ასწავლო, რაც შეიძლება ასე ვთქვათ ეფექტიანად. რამდენ ნაწილად? რა იგულისხმება ეფექტიანობაში და ეს ყველა რამდენ ნაწილად დავშალოთ? ნამდვილად ეს გაგიხარდება, მაგრამ რაღაც გარკვეული შეთანხმებები არსებობს, ხო? ეს შეთანხმებები შეიძლება პირობითი იყოს, მაგრამ შეიძლება რომ იკამათო, ისე დავუბრუნდე პირველად გადაწყვეტილებას. აი მაგალითად, რატომ ასწავლით, თქვათ, რა ვიცი, თქვათ, ქიმიას და არ ვასწავლით გეოლოგიას, ხო? ესეთი კითხვა რა დასვა რა. ამ საკითხზე ფიქრის დროს ხო ვიღაცა უცნაურად გეტყვის რომ აი მაგალითად გეოლოგიის სასწავლად გჭირდება ქიმია, ამიტომ ეს არის საფუძველი იმისთვის რომ კიდე რაღაცები ისწავლო, ან თქვა მეცნიერული აზროვნების სასწავლად გჭირდება რაღაცა და ეს უფრო სასარგებლო იქნება ვიდრე სხვა. მაგრამ შეიძლება არ ახსოვდეს ამ ადამიანს რომ აი მაგალითად ქიმიის სავალდებულო სწავლება შეიძლება არის ინდუსტრიული ეპოქის ასე ვთქვათ შედეგი, ხო, როცა ინდუსტრიები ვითარდებოდა და როცა დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი იყო ასევე ქიმიური რაღაცოდნის
ცოდნა შეიძლება აი იმ ეპოქაში მნიშვნელოვანი იყო უფრო მეტად, ვიდრე მაგალითად როცა სერვისზე გადადიან, ან როცა რობოტიკსზე და ასე შემდეგ. მაგრამ ეს საკითხები ცხადია რომ არის ხო? შეთანხმების საგანი. შეთანხმების ოღონდ საბოლოო ჯამში არის შეთანხმება როგორ დგება, ეგ არის მნიშვნელოვანი კითხვა, ხო რაც დასვი. შეთანხმება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება სამ ჯგუფს შორის. ერთი არის მშობლების ჯგუფი, ანუ ვისაც უნდა რომ მისი შვილი მისი ღირებულებების და იდეოლოგიის მიხედვით აღიზარდოს. მეორე არის სპეციალისტები, რომელმაც იცის რომ მაგალითად თუ ამას არ ასწავლებ, აი მაგალითად მე რომ თქვა რომ მე მინდა ბავშვებს ვასწავლო ჩვილასაკში ველოსიპედით სიარული, ხო? შეიძლება სპეციალისტმა გითხრას რომ მანამ სიარულს არ დაიწყოს. მაგრამ ველოსიპედზე დასმა ჯობია არ ღირს, იმიტომ თავს გაიტეხავს, ხო? ბოდიში. მაგ შემთხვევაში შეუძლია სხვა სპეციალისტმა ამავე დარგის ველოსიპედოლოგმა თუ ვიღაცამ მითხრას რომ არა პირიქით ეგ უსწორს არ გეუბნება. გეგე, მაგრამ ნუ თავარია რომ ანუ ეს სხვანაირი ჯგუფია რა, ანუ მშობელი არ არის. ამ მშობელს შეიძლება უნდადეს რომ მის შვილს საერთოდ არ იღებდეს განათლებას. და მშვილისა როგორ მშობლები სხვანაირი ჯგუფია, ხო? ის კი, მაგრამ ეს პროფესიულ ცოდნას ეხმობა, ხო? და არა უბრალოდ გამოცდილებას, ან უბრალოდ ფანტაზიას რაღაც შესაძლოა. და მესამე ჯგუფი არის კიდე საზოგადოება. საზოგადოება ამბობს რომ მე მინდა რომ ჩემი ტრადიციები და ჩემი ღირებულებები გადავცემ მომავალ თაობას. იმისთვის რომ მაგალითად არსებობდეს სახელმწიფო. იმისთვის რომ მაგალითად არსებობდეს კომუნიკაციის შესაძლებლობები ამ საზოგადოების წევრებს შორის. იმისთვის რომ არსებობდეს სტაბილურობა. ხო, ბევრი სხვა რაღაცის. თან ეს ნაწილი რომ მოკლედ წავიყვანოთ და პრინციპში დასასრულისკენაც გადაცემა. აი მოკლედ რომ შეგეკითხო და ამ შემთხვევაში დავუშვათ წარმოიდგინო რომ შენ ხარ სამინისტროს წარმომადგენელი განათლების ასე შემთხვევაში სახელმწიფოს კაცი და უნდა გააფორმო ნორმატიულად თქვათ ეს შეთანხმებები და რაღაცები, ხო? და ასე გამოდის რომ ეს ნორმატიული რაღაც დოკუმენტი უნდა იყოს სავალდებულო ყველასთვის. და აქ მე გეკითხები, ჩვეულებრივი მშობელი ვარ, ხო? თქვათ ვერ შევთანხმდი ვერც ჩემს ნაწილთან, საზოგადოების არ მშობლებთან. ასე შემიძლია არჩევანი გავაკეთო სხვადასხვა სპეციალისტ შორის. შეიძლება საზოგადოებამაც არ ამიგრძალოს ეს. და ის რომ მე ჩემს შვილს მივცე ისეთი განათლება, როგორც მე მინდა. მე პირადად კი არ მივცე, ზოგჯერ გონიათ ხოლმე რომ სახში უნდა ჩავკეტო და მე ვასწავლო ყველაფერი, ხო? ანუ მე ჩვენ გადავწყვიტოთ. რა ქიმია ვასწავლო ბავშვს თუ რაღაც მართლა გეოლოგია თუ რამე. და ასე შემდეგ. ამის უფლებას უშვებთ თუ არა თქვენ? აი ეს შეთანხმებული ადამიანები რომ ხართ, რომ მე დამიტოვოთ ერთად ან რა უნდა გავაკეთო ისეთი, რითი უნდა დაგისაბუთოთ მე, რომ მომეცეს ამის უფლება. ხო და ამიტომ ამ სამშორის შეთანხმება უნდა არსებობდეს დემოკრატიული საზოგადოება, მაშინ არის დემოკრატიული, როცა მშობლების სახელმწიფო კი არ გვაქვს, ან სპეციალისტების სახელმწიფო, ან ფაშისტური სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო წყვეტს ყველაფერს. არამედ შეთანხმება არსებობს ამაჩებს. იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს ეგ შეთანხმება, პირველი რაც უნდა გაკეთებოდეს არის ის, რომ ისეთი მექანიზმები უნდა იყოს განათლების უზრუნველყოფის, რომელიც საშუალებას იძლევა მრავალფეროვნების. მეორე რაც არის ის რომ მუდმივად უნდა მიდიოდეს განხილვა ამისი, ანუ დემოკრატიული განხილვა. რაც გულისხმობს იმას, რომ მშობელი უბრალოდ ესე პირადად კი არ უნდა ელაპარაკებოდეს ვიღაცას, hanem საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილებას ასევე პოლიტიკის დონეზეც უნდა შეეხოს. გასაგებია, ანუ გამორიცხავ იმას, რომ მე დამიტოვოთ ეს უფლება, მე გადავწყვიტო, ხო? ანუ ისეთ რაღაც შენ უფლება გაქვს, რომ რასაც გინდა დაარქვა განათლება. მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ უფლებას დაგიტოვებს სახელმწიფო დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ შენ ბავშვის საზიანოდ გააკეთო ეს. ხო, ეგ ვინ უნდა გადაწყვეტოს ეს საზიანოდ არის. მაგიტომ არსებობენ სპეციალისტები, ხო, აი მაგალითად სპეციალისტი. შენ თუ ეუბნები მაგალითად საზოგადოებას, რომ მე მინდა, რომ ჩემი ბავშვი გამოიყენო ტვირთავად 5 წლის ასაკში.
როგორ ფიქრობ, ვინ უნდა გითხრას, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება? ნახე ერთი წუთი. ამას ვერ გეტყვის, ვერც დემოკრატიული დათარჩეული ეს ხო პირობითინა სპეციალისტები, როგორც გითხარი, არსებობენ სპეციალისტი არ არსებობს, რომელიც გეტყვის, რომ ბავშვის დატვირთვა ზედმეტი სიმძიმით 5 წლის ასაკში კარგია. ხო, არა, ეს 5 წლის ასაკში რატო უნდა დავტვირთო ბავშვი? ხო, არა. შენ ხომ მაგის უფლება პრინციპზე რო ვიყავ. შენ პრინციპი არის ის, რომ ნებისმიერ შოულს უნდა ქონდეს უფლება. არა, მე ხო არ მithქვია, არა, ერთი წუთი ნახე. მე ხო ძალიან კონკრეტული ადამიანი ვზივარ, მე მაქვს ამბიცია, რომ ვარ განათლების სპეციალისტი. ასე რამდენიმე მათ შორის კურიკულუმის მიმართულებით, რამდენიმე საგნის არ. პრინციპზე მეკითხები თუ საკუთარ არა, მე ჩემზე გეკითხები, ახლა მე ხო არ მაქვს იმის ამბიცია, რომ განვაზოგადო ახლა და მთელი საქართველოს ბავშვების პრინციპი ჩემს ნიკოლოზზე გეკითხები, რომ უფლება იმის, რომ რაღაც ნორმატიულ შეთანხმებას რომ დადებთ, აი ეს სხვადასხვა სუბიექტები, ხო? რომ იმის მიღმა მე მივიღო და იმისგან განსხვავებული, იმისგან დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილებები. აი ნიკოლოზის შესახებ. ხო და აი მაგალითად რას გულისხმობ დამოუკიდებლად? ანუ მაგალითად არ მივიყვანო ისეთ სკოლაში, რომელშიც ასეთი წესრიგია, მაგალითად როგორი დღეს გვაქვს საჯარო სკოლებში. ან თუნდაც კერძო სკოლებში. კი, გაქვს უფლება. ხო, და საქართველოში გაქვს უფლება, მაგრამ შენ არ გაქვს უფლება, რო თქვა ჩემი შვილის განათლება, არის მაგალითად ყანაში თოხმა. ხო, ეგ სხვა რამეა კიდე. არა, სხვა რამე, პრინციპი საკითხია. ნახე, ანუ საზღვარი აქვს იმის რისი უფლებაც გაქვს და რისი უფლებაც არ გაქვს. იმიტომ რომ ბავშვს აქვს უფლება მიუხედავად იმისა, ვინ არის მისი მშობელი. მაგალითად მე შეიძლება ყანაში რომ ვთოხნოთ მე და ჩემმა შვილმა, ხო? ამის უფლება არ მაქვს თუ როგორ ვერ გაქვს? იმის უფლება არ გაქვს, რომ თქვა რომ მე უნდა ვათოხნინო. ჩემი შვილი თუ თოხნის, ეს საკმარისი განათლება. ხო, ანუ მხოლოდ უნდა ვათოხნინო. ხო, გასაგები ანუ რაღაცა როგორ? არის რა, მე რო ვიცნობ ვიღაცებს და ასე შემდეგ, ამიტომ არ ვაზოგადებ და ჩემ ძალიან კონკრეტულ ამბავზე. პრინციპის საკითხს მეკითხები და შენ პირად საკითხი გავარჩიო. მე უნდა გავარჩიო ჩემი პირად საკითხი მაინტერესებს. აქ არ მგონია რომ იმას მაყურებელს დიახაინტერესებს. ჩემი პირადი დამოკიდებული მე ხარ პრინციპზე გავაპარაკე. შენ პირადი არა, როგორც შენი აი შეთანხმებული რაღაც ნორმატიულად შეთანხმებული წესრიგისგან თუ გამათავისუფლებს მეთქი ეს წესრიგი, ამას გულისხმობდი თორემ ახლა. პასუხისმგებლობები, შობლის პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებს. შენ არ წვეთ, მხოლოდ შენ არ წვეთ, რას ნიშნავს იყო მშობელი. საზოგადოება წვეთს. საზოგადოებამ ანუ უნდა გადამიწყვიტოს, რომ მე ვთქვათ, რამდენი საგანი უნდა ვასწავლო იმ წესის მიხედვით, რომელიც კომპეტენციები შეთანხმებული და ასე შემდეგ, ხო? რამდენი საგანი არ უნდა გადაგიწყვეტოს. კეთილი, ანუ ზარწყვეტ საზოგადოება. ხო, რაღაცა შეთანხმება, რომელზეც ლაპარაკობთ. ნახე, ერთი რომ დავაზუსტო ახლა ეს, რომ თქვენ ამ შემთხვევაში ამ პოზიციის, ამ სუბიექტების რაღაც წესრიგი, რომელიც დაამყარეთ, სუბიექტების წესრიგი არ არის. როგორ? ეს არის სუბიექტების წესრიგი. მონაწილეების შეთანხმების მხარეები, პირობითად სუბიექტები რომ დავარქვათ ამ შეთანხმებაში ჩართულ რაღაც მხარეებს რა. ხო, ანუ ვერც კი დაუშვებელიც არის რაღაც ისეთი ადამიანის ან ოჯახის წარმოდგენა, რომელიც ამ წესრიგს მიღმა იქნება, ხო, აი განათლების მიმართულებით. სწორად გავიგე. არა. დაუშვებელი არ არის ოჯახის წარმოდგენა. რომ დაუშვებელი არის ბავშვის უფლებების შელახვა. ხო, ამ შესაბამისად ამ შეთანხმებულ წესრიგს მიღმა. ხო, შენ თუ მაგალითად ბავშვს ცემ და შენი ოჯახისთვის ეს მისაღებია, ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია. შესაბამისად, შენ თუ არ ემორჩილები ამ წესრიგს, მაშინ შენ შეიძლება ჩამოგერთოს მშობლის უფლება. ხო, და ესე იგი ეს უნდა იყოს განზოგადებული ყველასთვის, ასე მიღებული, რომ ესე იგი თქვენ არის განზოგადება. ხო, ნახეთ, რომ მარტო შენ შულს კი არ ეხება, ეს ყველა შულს. არა, ნახეთ, ეს სხვა თემაა და სხვა საკითხია. ანუ, როდესაც რაღაც საკითხს ვაყენებ ამ შემთხვევაში კერძო საკითხს, ამ დროს შემოდის, რომ ვათოხნინო რომ ვცემო, ხო, და რომ ვაშიმშილო და ასე შემდეგ, რომელიც აი შეუთავსებელია იმას, რასაც მე ამ შემთხვევაში მოვიტყვი. დაუბრუნდეთ იმ ვერის სკოლას და
მაინტერესებს პოლიტიკა როგორ შემოვიდა თან აი 87-8-9 წლები ეს ფაქტობრივად ამოყირავება ხდება მთელი აი რაზეც ახლა ჩვენ იდეოლოგიურ საკითხებზე ვსაუბრობთ აი იმ პერიოდში და გაინტერესებდა თუ არა ეს პოლიტიკაც მათ შორის რაღაც ეროვნული მოძრაობა ეს საკითხები და როგორ აღიქვით მაშინ აი ამ ერთ-ერთ გამოჩენილ სკოლაში და რა ხდებოდა ამ მიმართულებით და თანდათან დავასრულოთ მე ჩვენ. ერთ ამბავს მოყვები საილუსტრაციოდ როგორ შემოვიდა პოლიტიკა. 1988 წლის შემოდგომაზე ჩვენი სკოლის დირექტორმა შეკრიბა მთელი სკოლა და გამართა ერთგვარი სასამართლო, სადაც ჩვენ წინაშე დააყენა ორი მოსწავლე. მაშინ ალბათ ისინი იყვნენ, ესე იგი მე ვიყავი მე-9 კლასში და ისინი ალბათ მე-11 კლასში იყვნენ. და ეს ორი მოსწავლე წარმოგიდგინა როგორც სკოლის სირცხვილი, რომ ამ ბავშვებმა რაღაცები დააშავეს, არ მახსოვს რა იყო, მაგრამ ნუ ყველანაირ წესი დაარღვიეს, იქ რაღაც შეურაცხყოფს ვიღაცები და გითხრეს, რომ ეს ორი ბავშვი არის სკოლიდან გასარიცხი. რატო გააკეთა ესე, არ ვიცი, ანუ რატო შეკრიბა მთელი სკოლა და რატო უნდა ეს ყოფილიყო. შეიძლება იმიტომ, რომ მეტი ლეგიტიმაცია ჭირდებოდა ამათ გასაგდებად, იმიტომ რომ ესენიც არ იყვნენ შემთხვევითი ბავშვები. ნუ ერთ-ერთი იყო მაგალითად ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი და ალბათ ჩაითვლებოდა ცუდ ტონად, რომ გაეგდო სკოლიდან. მაგრამ ეს გამოიყვანეს და დიდი რაღაცა რა დააშავეს? არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა ტიპიური რაღაცები არის ხოლმე, თქვა აცდენს, ან მასწავლებლებს რაღაც ეუხეშა, ან რაღაცა პოლიტიკური რაღაცები. ხო. ნუ ეს ამბავი დამთავრდა იმით, რომ აი ხო ეწანახევარი სკოლა რომ არ გინდათ და კიდე ერთი შანსი მიეცნენ. როგორც არის ხოლმე, რომ ბავშვები ტიროდნენ, იქ მასწავლებლები ეხვეწებოდნენ და ის ბიჭები ტიროდნენ? არა, ბიჭები არ ტიროდნენ. სხვა ბავშვები, რომ აი ჩვენი კლასელია და ძალიან კარგი ბავშვია და რაღაცა გამოსწორდება და პირობას დებს და რაღაცა 1000 რა. მართლა ძალიან ნიჭიერი ხალხი. და მართლა კარგი ხალხი იყო რა. ხო. დატოვა სკოლაში. ამ ესე იგი პერიოდში 88 წლის შემოდგომაზე დაიწყო დემონსტრაციები, ერთი ამბები რა რაღაცა და უკვე აი გაზაფხულია რა ეს 9 აპრილის წინა ესენი პერიოდის აქციები როგორც ახლა ვიტყოდით, მაშინ მიტინგები. ხო და ისევ შეკრიბა დირექტორმა და გვეუბნება ეს რაღაცას რომ ის რომ ხდება ახლა ეს გამოღვიძება ეროვნული არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ასე ვთქვათ გვიბრუნდება შესაძლებლობა რომ ვიყოთ თავისუფლები და უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის არის რაღაცა პატრიოტული სენტიმენტებით გაჟღერილი ტექსტი და მაგრამ ამავდროულად გვეუბნება რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ სწავლას თავიანთ უნდა დავანებოთ. და იგულისხმება ამაში ის, რომ ეხლა არ უნდა ვიაროთ მიტინგებზე სკოლის დროს, უნდა ვისწავლოთ და რაღაცნაირად ეს უნდა მოხდეს ამ ორის შეთანხმება. და ესეთ რაღაცას გვთავაზობს. გვეუბნება, რომ ჩვენო თანო უნდა ვიყოთ წარმოდგენილი, ახლა სირცხვილი იქნება, რომ ჩვენი სკოლა არ იყოს იქ წარმოდგენილი, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ელის საზოგადოება, რომ ჩვენი სკოლა იქნება მოწინავე რიგებში და თანო ვერ გავაცდენთ სკოლასო და ამიტომ ესეთი რაღაცა გვითხრა. აი ჩვენო, ეხლა ჩვენი წარმომადგენლები უნდა გავაგზავნოთ. იქო მიტინგზე და ეს ორი ბიჭი გამოიყვა, რომელსაც გაგდებას უფირებდა რამდენიმე თვითადრე. და ესენი იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები ამ იმაზე დემონსტრაციებზე და ჩემს იყო აი რაღაცა ჩემს ეს ამბავი არის რაღაცა ილუსტრაცია როგორ ამოტრიალდა უცებ რამდენიმე თვეში სამყარო და თან როგორ ცდილობს იმდროინდელი ფუნქციონერი რაღაცნაირად ადაპტირება გააკეთოს ამ ახალი სამყაროს მიმართ ისე რომ თან თავის ინტერესების გაატაროს ეს ეროვნულიც რომელიც შემოდის უკვე სკოლაში ეს რაღაც ეროვნული მოძრაობის საკითხებიც გაითვალისწინოს თან საბჭოთა ხელისუფლებას გაითვალისწინოს რომელმაც შეიძლება პასუხი მოთხოვოს იმაზე რომ სკოლა ცდება და ბავშვები დადიან და აი ყველაფერი ეს არის ერთმანეთში აზელილი რა. ანუ ფუნქცია მოუნახა იმ ბავშვებს, ხო, დირექტორს. მაინც გასტენა გიყვართო. წადით თემაინც რაღაც მიტინგზე. ჩვენი სკოლის დირექტორი ლამარა მარგველაშვილი, ნუ რაღაცა სიკეთეს ნაკლთან ერთად ითვლებოდა რომ იყო ისეთი პოლიტიკოსი ეშმაკი. და ეს იყო მისი გზა. ხო, ანუ იქ
ბევრი არ ვიცი როგორ მოიფიქრა ესეთი რაღაც, მაგრამ მოიშორა თავიდან ორი ყველაზე ასასურველი ბავშვი იმითი რომ გააგზავნა ეროვნული მოძრაობის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა ცხადია რომ მხოლოდ ის ორი ბავშვი დადიოდა მიტინგებზე, სკოლიდან დადიოდნენ ბავშვები. ანუ გაინტერესებდა ეს, ხო? გაინტერესებდა, ხო, რა თქმა უნდა. შეუძლებელიც არის რაღაც არ შემოსულიყო მაშინ. ხო, და ის სკოლამ ეცადა ყველანაირად რომ ჩაეკეტა კარი, იქ დაეღანებინა დარაჯები და კაი კონტროლებინა სახში ერეკა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რა ვიცი დადიოდა ხალხი მას არ ყოფილა იმას მიტინგზე. და ბოლოს აი დღევანდელ სკოლაზეც რომ შეგეკითხო იგივე პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომ რამდენად სასარგებლოდ მიგაჩნია მაგალითად შენ, რომ თუნდაც აი იგივე ამერიკული სკოლა, თქვენი სკოლა თუ თუნდაც საჯარო სკოლაში რომ მაგალითად უფროს კლასელებთან გაიმართოს თქვა დებატი ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობით, ჩართულობით, შემდეგ განხილვა, ანალიზი. პოლიტიკისთვის სადამდე ან რამდენად შეიძლება იყოს ღია სკოლის კარი? მე მგონია რომ პოლიტიკური განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ისინი გარდა იმისა, რომ არიან მოსწავლეები, არიან მოქალაქეებიც, შეიძლება რაღაც ასაკამდე არ არიან სრულფასოვანი მოქალაქეები, მაგრამ არიან მოქალაქეები. და რა სკოლას ახლა მე-12 კლასში უკვე არჩევნებზე დადის ხალხი, ხო? 18 წლის არიან, ნაწილი 18 წლის არის და არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და გამოცდილების გარეშე, პოლიტიკური გამოცდილების გარეშე, მათ შორის დებატების თუ ჩართვის და ასე შემდეგ რთულია იმის წარმოქმნა, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური განათლება, ეს ღირებულება პოლიტიკური რაღაცნაირად ჩაუსახლდება, ეს რაღაცნაირად ამ ხალხს და ამიტომაც მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენება არის ის რომ მნიშვნელოვანია რომ მასწავლებლებს მიეცეთ სრული თავისუფლება რომ ჩაერთონ პოლიტიკურ საქმეებში. ხო, ანუ არ უნდა ითვლებოდეს ის რომ მასწავლებელი არის ნეიტრალური, ანუ გაკვეთილზე გასაგებია კი, ანუ ინდოქტრინაციას არ უნდა ეწეოდეს და კანონითაც მაშინ არის მაგალითად ერთ-ერთი რაც მუშაობთ მაშინ არის კანონმდებლობა, ესეც იყო რომ ჩაიწერა რომ მაგალითად არ შეიძლება რელიგიური და პოლიტიკური ინდოქტრინაცია საჯარო სკოლებში. საჯარო სკოლაში. ხო, ანუ კერძო სკოლაში პოლიტიკური, არც კერძო სკოლაში არ შეიძლება ინდოქტრინაცია აკრძალულია, ხო, რომ ის გამართო ხა რა ვიცი მისი რა ქვია ახალგაზრდა რა ვიცი აი ნახეთ ამიტომ შეგეკითხე მაგალითად პიონერება თავსდა სკოლის ეგ სხვანაირი რაღაც არის მიმართულება მე ჩვეულებრივი თქვა ორი პარტიის წარმომადგენელი დავუშვათ რომ იყოს ხომ არ შეიძლება რომ ესეც ჩაითვალოს მაგალითად რომ რაღაც ხო ან რაღაც ანუ არასაგანმანათლებლო მიზნებით ან რამე და ისე მართალი რომ გითხრა ანუ რთული ის არის რაღაცნაირი ის რომ შეიძლება ვინმე ჩათვალოს მაგალითად რომ მე როგორც აი პარტიის წარმომადგენელი ან თუნდაც შენ ხო რაღაც პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი შენ და უნებურად ან რა ვიცი რაღაცის გამო ახდენ ამბობს ეს რთული საკითხია მაგრამ თუმცა მიზანი განსაზღვრავს ხოლმე ხო ეს ანუ დებატების მიზანი თუ არის რომ ბავშვები გააწერიან პარტიაში ან რაღაცნაირად მიიღო იმაზე აქციებზე ატარო რა თქმა უნდა თუმცა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მათი მიზანი ერთ-ერთი ქვემიზანი ეს არისო აბა რა უნდათ რატომ დადიან ამიტომაც არის ეს დემოკრატიული საზოგადოება უნდა ეფუძნებოდეს მუდმივ დისკუსიას რა ამის შესაძლებელი რაღაცა რა ვიცი შეიძლება მართლაც და არ ცდებიან იმ მშობლები ვინც ფიქრობენ რომ მე რაღაცა პოლიტიკური ელფერიც მაქვს და ამიტომ მომარიდოს ან პირიქით მომიყვანოს ბავშვი ხო ანუ რაღაცნაირად აი ეს სასარგებლოდ ამის გამოყენება საჭირო არათუ შესაძლებელია საჭიროდ არის როგორც მე მგონი აუცილებელია იმიტომ რომ მაგალითად დებატები თვითონ პოლიტიკური დებატების კულტურა არის საკმაოდ დაბალი ხო საქართველოში ძალიან არის და ჩვენ არ გვაქვს ხო სინამდვილეში ხო ეს გამოცდილება სკოლაში უნდა შეიძინო რაღაცნაირად მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე დებატების ანუ ჩვენ და პოლიტიკურ საკითხად მიიჩნევენ ხოლმე მხოლოდ იმ საკითხს რომელიც ეხება კონკრეტული პარტიის წარმომადგენლობას და ამ დროს მაგალითად ნუ რა ვიცი ჩვენ სკოლაში უამრავი დებატები ჩატარებულა მაგალითად რა ვიცი დებატი იმის შესახებ უნდა არსებობდეს თუ არა სტალინის სახლ-მუზეუმი ხო ესეც პოლიტიკური დებატია მაგალითად გადასახადებთან დაკავშირებით იყო დებატები ჩვენთან მაგალითად უნდა არსებობდეს თუ არა
დიფერენცირებული განსახადი იყო, ხო? ესეც პოლიტიკური დებატია. მათ შორის პოლიტიკოსების მონაწილეობით არა, თქვენს გამოცდილებაზე გეკითხა. ჩვენთან ეხლა როგორც პოლიტიკური პარტიების მოწვევა არ მახსოვს ეგეთი შემთხვევა, მაგრამ უნივერსიტეტებში ჩვეულებრივი ამბავია, მაგალითად, იმ უნივერსიტეტებში, სადაც მე ვსწავლობდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ პარტიების ხარდამჭერი კლუბები არსებობდა და ისინი ერთმანეთს დებატობდნენ. მათ შორის კანდიდატები მოყავდათ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ისინი ელაპარაკებოდნენ. და მე აი სკოლაშიც მაგალითად გამიხარდებოდა ასეთი რამე რომ მენახა მართალი რომ გითხრა. ეგ შეიზღუდა მნიშვნელოვნად 2007 წელს, როდესაც 2007 წლის ნოემბერში როცა გამოცხადდა რა ქვია არჩევნები. ხო, რაღაცის უკვე პოლიტიკური მიზნები შემოვიდა. მაშინ კანდიდატებმა დაიწყეს სკოლებში შეხვედრების გაკეთება. მაგრამ ეს იყო წინასაარჩევნო აგიტაცია ჩვეულებრივად. აი მაგალითად ლევან გაჩეჩილაძე წავიდა თავის ყოფილ სკოლაში 55 სკოლაში და იქ ჩაატარა შეხვედრები მშობლებთან. და მე კახა ბენდუკიძე წავიდა 55 სკოლაში, ისიც მისი სკოლა იყო და იქ ჩაატარა ამის საპირისპირო და მე როცა დაინახეს რომ ეს გახდა რაღაცნაირი პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზი სკოლა, მაშინ იფიქრეს რომ მოდი ჯობია შევზღუდოთ. ოღონდ ცხადია, როცა ხელისუფლება ამბობს რომ მოდი შევზღუდოთ სკოლა. მხოლოდ იმას გულისხმობს ხოლმე რომ სხვა პარტიებისთვის უნდა შეიზღუდოს. თვითონ შეუძლია მასშტაბებით აიყვანოს წინასაარჩევნო კამპანიებში ჩართოს, იქ რუსთავზე ჩამოიყვანოს სხვა სოფლებიდან, ატაროს ბაღის ისინი აღზრდელები მიტინგებზე და ასე შემდეგ. და ბოლოს შეკითხვა, ფიქრობ თუ არა რომ მათ შორის პოლიტიკური არჩევნის გაკეთება ჩვენ ვახსენეთ არჩევნებიც, ხო? დამოკიდებულია განათლებაზე. მოკლედ განათლებას აქვს მნიშვნელობა ის როგორი საზოგადოება ვიქნებით ჩვენ. თუ არა, და შეიძლება ვთქვათ, რომ სრულიად რაღაცა კრიტერიუმებით დამაკმაყოფილებენი განათლების მქონე ადამიანის სრულიად ბეცი პოლიტიკური არჩევანი გაუკეთებია. აი ეს ორი რამე რომ დავაკავშიროთ შენი წარმოდგენით და თვითონ განათლების ისტორია არის პირდაპირ დაკავშირებული, განათლების სისტემების ისტორია არის დაკავშირებული სახელმწიფოების განვითარებასთან. აი მაგალითად ამერიკის დემოკრატიის საფუძველი იყო სასკოლო განათლების იმ ფორმით შემოღება, რა ფორმითაც არსებობს და რა ფორმითაც ჩვენთანაც არსებობს. იმიტომ რომ მაგალითად ჩაითვალა რომ დემოკრატიული საზოგადოება, ანუ ეს ხდება სადღაც 50 წლის წინ არის მსჯელობა, რომ დემოკრატიული საზოგადოება შეუძლებელია ისეთ პირობებში, სადაც ადამიანებმა არ იციან წერა-კითხვა, სადაც მათ არ შეუძლიათ საარჩევნო პროგრამას გაეცნო, ხო? მაშინდელი კომუნიკაციის საშუალებები არის გაზეთი და ხა ძირითადად ნაბეჭდი სიტყვა არის. ნაბეჭდი სიტყვის წაკითხვა თუ არ შეგიძლია, ეგ ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა ენდო, ვიღაცას მონაყოლს უნდა ენდო. დღეს რა თქმა უნდა, უფრო ფართო გამოწვევებია, ხო? ანუ შეგეძლოს რაღაც მოსმენელის გაგებას და რაღაც ანუ უკვე შეგიძლია ინტერნეტში რაღაც ნახო. ან წერა-კითხვა როგორ ისე დღეს პრინციპში კომუნიკაცია ისე შეგიძლია, რომ მაგალითად ტელეფონით შეგიძლია რაღაც უთხრა და აგიწერს და გააგზავნის ჩვენ მაგივრად. მაგრამ თავისთავად გიხმოვანებს რაღაც აპარატი. თავისთავად პოლიტიკური განათლება მაგალითად იმის შესახებ როგორი სახელმწიფო მოწყობა არსებობს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დღეს იმ განწყობილების მისაღებად, ხო? მაგალითად უფრო ცენტრალიზებული გინდა თუ უფრო დეცენტრალიზებული, უფრო თქვათ მეტი თავისუფლება გინდა ეკონომიკური თუ ნაკლები თავისუფლება ეკონომიკური, მეტი სოლიდარობა გინდა თუ ნაკლები სოლიდარობა გინდა და ეს ახლა ანუ მხოლოდ მათემატიკის წოდნა და ცხადია იქ რაღაცა ლიტერატურული ტექსტების კითხვა ასეთ განათლებას არ გაძლევს. იგივე ისტორიის ისე სწავლება, ხო, როგორც არის, როგორც პიროვნებების, ამბების სწავლება და არა სტრუქტურების, ხო, ანუ არა მხოლოდ პიროვნებები წვეტენ რაღაც, არამედ სტრუქტურების და როცა პოლიტიკა გულისხმობს ამ სტრუქტურების შემუშავებას რაღაც ღირებულებებზე დაყრდნობით, შეგეძლოს რომ დაინახოს სტრუქტურა, ხო, ანუ ის კი არ უნდა იფიქრო, რომ მაგალითად სამოქალაქო ომი თბილისში იმიტომ მოხდა, რომ გიტოვანს რაღაც ეწყინა
და გამსახურდიას დაუპირისპირდა, არამედ იმიტომ, რომ სტრუქტურული საფუძვლები ჰქონდა იმ დაპირისპირებას, რაც არსებობდა საქართველოში, ხო, როცა არსებობს საგარეო ფაქტორი, ეკონომიკური ფაქტორი, იდეოლოგიური ფაქტორი, კი, იდეოლოგია და რაღაც კულტურა, ფსიქოლოგია და ბევრი სხვა ფაქტორი იწვევს და ჩვენი გამოწვევა ეგ არის, რომ ადამიანებს დავანახოთ, რომ ეს დავანახოთ რა, რაღაცნაირად ეს გამოცდილება შეიძინონ, ისეთ გარემოში აღიზარდო, რომელშიც ეს იქნება ყოველდღიური მსჯელობის საგანი, ხო, როცა შენ მასწავლებელს ბრმად კი არ უჯერებ, არამედ აყენებ მის ნათქვამს ეჭვის ქვეშ და რომელსაც მასწავლებელთან ერთად განიხილავ რაღაც ცივილიზებული ფორმით, სადაც არც ერთი ნაწყენი არ მიდის გაკვეთილიდან იმის გამო, რომ განსხვავებული მოსაზრება აქვს და არც ერთი ნაწყენი არ მიდის, იმიტომ რომ ვიღაცის ძალაუფლება დამცირდა და რაღაცამ გაიმარჯვა. და ეს მე მგონია, რომ ძალიან აკლია ჩვენ განათლების სისტემას. ეს რეალურად მოქალაქეობრივი ცხოვრება სკოლის შიგნით. ანუ სკოლაში ბავშვები როგორც მოქალაქეებად არ გრძნობენ თავს, ხო, ანუ როგორც საზოგადოების წევრები არ არიან, ისინი არიან რაღაცნაირი ობიექტების სწავლის, ხო, რომელსაც მასწავლებელი ანუ რაღაცა შენი თხოვდი რაღაც ცუდი სიკოჭარაში სასწავლი იმას როცა წერდა განუსაზღვრა რა უნდა აკეთოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც უნდა იყოს მოდელი საზოგადოებრივი ურთიერთობის სკოლის გარეთ. და თუ აქ არის იმდენად ხელოვნური ცხოვრება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, მაშინ ბავშვები ცხადია იმ საკმარის განათლებას არ იღებენ, რომელიც მათ დაეხმარება სკოლის გარეთ არსებული ცხოვრების გაუმჯობესებაში. სიკო, დიდი მადლობა. საინტერესო და ვრცელი საუბარი გამოგვივიდა. წარმატება ასევე შენ საქმიანობაში. მეგობრებო, ეს იყო სიკო ჯანაშიას სკოლა. დაელოდეთ შემდეგ სკოლას.